გმადლობთ. 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 გმადლობთ რომ მოხვედით. გმადლობთ. მე როგორც თქვენი ძმა. მე როგორც თქვენი ძმა. თქვენი შვილი, მინდა რაღაც გითხრათ. ღმერთმა დაგლოცოს. ღმერთმა გაგახაროს. გმადლობ, გმადლობ. თუ ვინმე ცუდად მოგექცევათ, ჩავთვლი რომ ცუდად მე მომექცნენ. გმადლობთ. თუ ვინმე დაგემუქრებათ მათ, მე დავსჯი. გმადლობ. თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. სხვა ოჯახი მე არ მყავს. ღმერთმა გაგახაროს. ჩემმა ძმებმა იციან, რომ თუ ჩემი ოჯახისთვის ზიანის მიყენება შეეცდებიან, ეს ძვირად დაუჯდებათ. გაიხარე, გაიხარე. რა ვაჟკაცი ხარ. ამიტომ ნუ შეგეშინდებათ. თავი არასდროს დახაროთ. თუ ვინმეს დავჭირდები, მის გვერდით დავდგები. გმადლობ ჰალილ იბრაჰიმ, გმადლობ. ჰალილ იბრაჰიმ, გავიგეთ რომ მათი მანქანები აფეთქდა. დრო არ გათვალეთ, ერთ დღეს ყველა მოკვდება. შიშრები კი ყოველ დღე კვდებიან. მართალი ხარ. რატომ ყველა ერთ დღეს? მათ არაერთი დღე გტანჯეს. ყოველდღიურად გტანჯეს. ისინიც დაისჯებიან. ოჩაღ, ოჩაღ. ჰალილ იბრაჰიმ. ჰალილ იბრაჰიმ. ჰალილ იბრაჰიმი სად არის? ბიძია, ბიძია, მოდი. ჰალილ იბრაჰიმი ხარ? არა, მე არ ვარ, მაგრამ აქ არის, მოდი. მოდი ბიძია, აქ ვარ. დაბრძანდი. დაბრძანდი. გავიგე რომ აქ იყავი და შენი ნახვა გადავწყვიტე. რატომ შეწუხდი, მოვიდოდი და ხელზე გემთხვეოდი. მეც ჰალილ იბრაჰიმი ვარ, მაგრამ შენის თანამამაცი არ ვარ. რას ამბობ? შვილები გავზარდეთ, ღმერთმა ისინი შენი გზით ატაროს. ამის სათქმელად მოვედი. ღმერთმა გაგახაროს და გაახაროს თქვენი შვილები. თავარია ისინიც ისე არ დაიტანჯონ, როგორც თქვენ. ჩვენ სწორედ ეს გვინდა. გამომართვი, იქნებ დაგჭირდეს. ბიძია ჰალილ იბრაჰიმ, ამ პისტოლეტით ვერავის მოკლავ. რა გინდა? ამით? ხო. არის ვის თემილ? ყველა ჰალილ იბრაჰიმის შეშლილია, რა ხდება? გამოგართმევ ჰალილ იბრაჰიმ, გმადლობ. ხედავ, ჩემს ბიჭს ყველაფერი ესმის. ხო, ესმის. ლოცვის დროა. მეჩეთში წავალ. გმადლობ. ღმერთს ებარებოდე. ღმერთმა დაგლოცოს ბიძია ჰალილ. ღმერთმა დაგლოცოს ბიძია ჰალილ იბრაჰიმ. ფიქრეთი პირდაპირი ადამიანია. საქმეებს ზურგს უკან არ ხლართავს. ასიე რაღაცას ბოდავს. ზეინებს რაც შეეხება? როგორც გავიგე, მან გადაგარჩინათ. დედა, კარგი რა. ფიქრეთი უდანაშაულოა, ზეინეფი უდანაშაულოა. მას დამნაშავე ვინ არის? დამნაშავე თქვენ ხართ. მაგრამ თუ კონკრეტულად სახელი გჭირდებათ, პირდაპირ ვიტყვი. ილმაზ, დამნაშავე შენ ხარ? რაშია დამნაშავე? მახე მან დააგო. ჩვენებმა ვერაფერი იქნეს, სულ ეს არის. ბავშვებთან მუშაობდით. პრობლემა ეს არის. ხო მართლა, ჰალილ იბრაჰიმი რატომ არ მოკალი ილმაზ?
ამ საქმეში ბავშვები რომ არ ჩამერია, შენი მეუღლე და შვილი დაზარალდებოდნენ. ახლა კი გისოსებს მიღმა იდრისია. თუ გაინტერესებს ალილ იბრაჰიმი რატომ არ მოკვდა, კარგია რომ არ მოკვდა. Კარგია. ეს რას ნიშნავს ილმას? კარგი რატომ არის? განა ყველაფერი ერთსა და იმავე დროს არ მოხდა, დურსუნ. დაფიქრდი. ერთი წუთით. ჰალილ იბრაჰიმი პოლიციისთვის მუშაობს, მაო? არ ვიცი, მაგრამ იარაღს რა უქნა? საწყობი ვინ იპოვა? პოლიციას გადასცა. გამოდის რომ აგენტია. იევს ყველაფერი გართულდა. ილმას, მე ის გასულ ღამეს ვნახე. ზეინები მისი სუსტი წერტილია. ეს მეც შევნიშნე. ამიტომაც გადავწყვიტე, შევშვებოდი, მაგრამ ეს შეცდომა იყო. უნდა გემოქმედა. იქნებ ზეინები შენკენ გადმოგიქაჩა. დედა ღვთის გულისათვის ილმაზი ამას როგორ შეძლებდა? ცხადია ვერ შეძლებდა. მაგრამ ზეინებს ლეილა უყვარს. იქნებ ამ გზით შევძლო მასთან დაახლოება. კი, მაგრამ რას ამბობ? ნარგის ჰანიმი ამბობს, რომ შესაძლოა ჰალილ იბრაჰიმი და შენი შვილი ქვისლები გახდნენ. აქედან კი შეიძლება შორს წასვლა. ანუ ამ გზით წინ წასვლას შევძლებთ. ილმაზ ბეი, მოხდა ის, რასაც ვარაუდობდით, ჰალილ იბრაჰიმი კაფეშია. ეს რას ნიშნავს ილმას? ეს იმას ნიშნავს, რომ მტერი მეგობრებთან ახლოს უნდა გყავდეს. ძმაო ილმას, მეც წამოვალ. ადგილზე დაჯექი, დედას დაუჯერე. ლეილას დაუახლოვდი და ეცადე ჰალილ იბრაჰიმის ქვისლი გახდე. როგორ ხარ მუზაფერ? კარგად. თქვენ როგორ ხართ რიზვან ბეი? ვიტყოდი კარგად მეთქი, მაგრამ რთული ყოფილა შვილის დაკარგვა. შენ ეს ერთხელ გამოსცადე. მე ყოველ დღე განვიცდი. ყოველ დღე. თქვენ ჯერ არაფერი განგიცდიათ რიზვან ბეი. ყველაფერი ახლა იწყება. კეთილი იყო შენი მოსვლა, მამა. გმადლობ, შვილო. მოგბრძანდით. თქვენები სად არიან, მუზაფერ ძმაო? ჩაის დასალევად წავიდნენ. ვისთან ძმაო მუზაფერ? ჩაის დალევა ყველასთან შეიძლება, შოთა. რატომ გითხულობ? არა, თუ რამე პრობლემაა? თუ ასე განიცდი, მოკიდე ცოლსხერი და გადმოდი. ადგილი ყველასთვის არის. მამა მუზაფერ, რამით გავუმასპინძლდე? ხო, შვილო. ის კი არ იმსახურებს, მაგრამ მისი შვილის ხათრით. მამაც იყოფილა. აქ მოსვლისთვის ჩაი ეკუთვნის. მამა, მიხარია რომ მოხვედი, მაგრამ ერთი რაღაც მაინტერესებს. გეგმას რომ ემუშავა. ჰალილ იბრაჰიმი რომ მომკვდარი იყო. თვალებში როგორ შემომხედავდი. სანამ გიპასუხებ, კითხვა მინდა დაგისვა.
დღეს რომ ჰალილ იბრაჰიმს მოვეკალი, მისთვის სახეში როგორ უნდა შეგეხედა? სემაგ, მადლობ, რატომ შეწუხდი? მადლობ, შვილო. დღეს თქვი რომ სიკვდილს გადამარჩინე. ზეინებ, ზოგჯერ დგება ისეთი მომენტი, როცა ფიქრობ, რომ ჯობდა მომკვდარიყავი. რამდენჯერაც გინდა, იმდენჯერ თქვი რომ სიკვდილს გადამარჩინე. შენ იქ იყავი, ზეინებ. შენ მათთან ერთად იყავი, ვინც მამა შენს მახედა უგო, ზეინებ. იცი, მამა, შენ პირველად არ გადარჩი. როცა დამარხეს გოგო, რომელიც შენმა შვილმა მოკლა, ჰალილ იბრაჰიმი ჩვენთან სახლში მოვიდა. ჩემს ოთახში შემოვიდა და მითხრა, რომ ყველას დაგხოცავდათ. მაშინ მთხოვე, რომ ეს არ გაეკეთებინა. ვუთხარი, რომ თქვენ ჩემი ოჯახი ხართ. ჰალილ იბრაჰიმმა ეს არ გააკეთა. ისევე როგორც დღეს დილით. მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ჩემს თხოვნას კიდევ გაითვალისწინებს. შენ მკითხე, ჰალილ იბრაჰიმს სახეში როგორ შევხედავდი? თუ მოკლავდა? არ ვიცი. არც ის ვიცი, როგორ შევხედავდი მამას, რომელიც ჩემი გამოყენებით ჩემი საყვარელი ადამიანის მოკვლას შეეცდებოდა. იქნებ ყველაფრის თავიდან დაწყება შევძლოთ? ისე რომ ერთმანეთი არ დავხოცოთ, რომ არავინ არავის მახი არ დაუგოს. ვინ დაგიჯერებს? შენ. თუ დამიჯერებ, მე ამას გავაკეთებ. ცხადია, ჰალილ იბრაჰიმი უნდა დაიყოლიო. ილმაზ ვინ დაიყოლიებს, შენ? დედა შენი. ზეინებ, ცდილობა გიხსნა. იქნება ეს ბოლო შანსია. მომავალში დანაკარგი ნამდვილად იქნება. ამიტომ შემახვედრე ჰალილ იბრაჰიმს. ნიშნულობა არ აქვს სად და როდის. მე მივალ. მარტო მივალ. ამ სახლის ჩათვლით. შენ მხოლოდ დამეხმარე. შენი ძმა ეცადა, მასთან დალაპარაკება უნდოდა, მაგრამ შენი ქმარი სიძულვილით არის სავსე. სიძულვილით. შენ სიყვარულით ხარ სავსე, მამა? მე და ძმა ფიქრეთი ეჭვის თვალით გიყურებთ და არა სიყვარულით. მე არ ვამბობ, რომ შევიცვლები. მე ვამბობ, რომ შემიძლია შევიცვალო. მაგრამ ეს შენ და შენს ქმარსაც უნდა გინდოდეთ. გადმოდგით ნაბიჯი, როგორც მე. სხვა შემთხვევაში მხოლოდ ერთი ადამიანი დაზარალდება. შენ. შენ. შენ დაკარგავ მამას, ძმას და ქმარს. შენ იცი, შვილო. Bunlar da kim ya? ვინ არიან? ილმაზის ხალხია. მოიცა. Kimse bir şey yapmaz. არაფერი მოიმოქმედოთ.
უდანაშაულო ხალხი არ დაზარალდეს. ისინი აქ საქმენად არ მოვიდნენ. მოვიდნენ რომ იყეფონ. ღმერთო ჩემო, შეხედეთ. ხალილ იბრაჰიმს ხალხი შეუკრებავს და ისტორიებს უყვება. ყავა მეც მომიტანეთ. მეც მოგისმენთ. საინტერესოა რა ხვება. რა ხდება? დერვიშ, მამა შენის პისტოლეტი იპოვე? ისტორიებს შენ ხვები? მითხარი. მამა შენზე ვუყვებოდი ილმას. იმაზე თუ როგორ გაიქცა აქედან. იმას ვუყვებოდი ძლივს რომ გადარჩა. აჯობებს მამა შენივით მოიქცე. ისედაც მამა ჩემივით ვიქცევი. არ უყვარს შუა გზაზე საქმის მიტოვება. მეც მას ვგავარ. მერე? მე ცოცხალი ვარ ილმას. ამას ცხოვრებას ეძახი ხალილ იბრაჰიმ. კაფეში რასაკეთებ? სამშობლოს იცავ? ხალხს ინფორმაციას აწვდი? რასაკეთებ? რევოლუციას აწყობ? რაღაცას გეტყვი. ამ პისტოლეტით ვერაფერს გახდები. თუ იარაღი არ გაქვს, მოგცემ. თორემ ასეთ საქმეებში სხვანაირად წარმატებას ვერ მიაღწევ. საბრალო ხალხს ნუ არ სტანჯავ. საბრალო შენ ხარ. ამ მამაც ხალხს საბრალო უწოდე. საწყალი კაცი ხარ ილმას. თუ მოინდომეს თავიანთ ფურთხში ჩაგახჩობენ. მაგრამ კულტურული ხალხია. ოჯახები ჰყავთ. გგონია რომ მათზე წინ დგახარ, რადგან არ იმუქრებიან? შენს დონემდე არ ეშვებიან. ვის? ჩემს დონემდე? მე ხალხის მხარეს ვარ. ხალხს ვემსახურები, სამუშაოს, საკვებს ვაძლევ, შესაძლებლობას ვაძლევ. შენ რასაკეთებ, თქვით? პრობლემების მეტი რა მოგიტანათ? ძმაო ილმას, შეხედე მათ. შენი ეშინიათ. ბოლოს აქ ვიღაც ყვიროდა. მეორე დღეს მისი გვამი ხეზე იპოვეს. ჩამოკიდებული. მამა ჩემს საინტერესებს. შენთვის ადგილს ხომ არ ირჩევ? შენ ის თემელი ხარ? ცოლი რომ გაიქცა. უხშენი, თემელ. კარგი. კარგი თემელ. ილმას, თუ მოვინდომებ შენ და შენს მოკავშირეებს ნაფლეთებად გაქცევთ. როგორ ფიქრობ, ამას რატომ არ ვაკეთებ? არ ვიცი. გავიგე ცოლი, რასაც გეტყვის, იმას აკეთებ. შენ ასე გაიგე. მეც რაღაცას გეტყვი. კაცურად მოიქეცი, რომ შენთან საქმე დავიჭირო. ამ უდანაშაულო ხალხს ჩემზე რაღაცებს ეკითხები. გადაგწვავთ, გაგანადგურებთ, დაგხოცავთ. ამ სიტყვებით ემუქრებოდი. ახლა შენს წინ ვზივარ. ეს ჩემი სამშობლოა. ეს ჩემი მოედანია. მიდი, გინდ მესროლე, გინდ გაიქეცი. მიდი. თორემ რა? არ ჩაერიოთ, არ ჩაერიოთ, არ ჩაერიოთ. მესროლე. მესროლე. კაცი არ იქნები თუ არ მესური. მიდი, მესროლე. მიდი. გაბედე, მიდი. დამშვიდდით. გააკეთე რაც გითხარი. მიდი, ისროლე. ხალილ იბრაჰიმ, იარაღი დაუშვი. არა, ისროლე, მიდი, მიდი. დედიკოს ბიჭო.
დედა შენს საფლავიდან ამოვთხრი და მის ნაცვლად დაგმარხავ. მის ზულებს კი ძაღლებს გადავუგდებ. მესროლე. იარაღი მოაშორეთ, ყველანი გაიყვანეთ. პრობლემა არ არის, კომისარო. ჰალილ იბრაჰიმი პისტოლეტით თამაშობს. ტყვიები არდებს. კარგი, თამაში დასრულდა, განყოფილებაში მივდივართ. გაიყვანეთ. ილმაზ ბეი, წამოდით. ეს პისტოლეტი ჩემი გარდაცვლილი მამისაა. ანტიკვარია. ტყვიები აქ არის. გამოგართმევ ბიძია ჰალილ იბრაჰიმ, მომეცი? ხედავთ? ერკვევა. ლოცვის დროა, მეჩეთში წავალ. ბიძია, ეს რატომ გააკეთე? რომ ცოდნოდა, რომ პისტოლეტს შუბლში მიადებდი, ამას არ გავაკეთებდი. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შემთხვევით ვირმე არ მოგეკლა. სერჟანტო, ჰალილ იბრაჰიმი და მისი ბიძა წაიყვანეთ. კომისარო, პროკურორის წინაშე ისევ შევრცხვებით პისტოლეტის გამო. ფიქრობ, კარგი. პისტოლეტი აღარავის მიადო. როგორც მიბრძანებთ, კომისარო? ნიშნულობა არ აქვს, ტყვიები დევს თუ არა. გავითვალისწინებ. წავედით. წავედით. საღამოს 7 საათზე ბენზინ გასამართ სადგურთან დაგელოდები. მოვა. რა ვქნა? აქედან ისე როგორ გავიდე, რომ ვერავინ შემნიშნავს. რა თქმა უნდა. ედანურ, შენი დახმარება მჭირდება. რა მოხდა? დამპირდი რომ არავის ეტყვი. ლეილა თუ პრობლემებს შეგვიქმნის? ხო, მაგრამ არავის ეტყვი. წავალ და აღარ დავბრუნდები. ლეილა, არ ვიცი რა ჩაიფიქრე, მაგრამ ეს არ გააკეთო. დედა შენი მიგიხვდება. ედანურ, მხოლოდ ერთ რამეს გთხოვ. თუ მიკითხავენ, უთხარი რომ ოთახში ვარ. დაღლილი. უბრალოდ რო გაწელე, კარგი? ლეილა, სასამართლოში ვარ. დღეს გამომიშვებენ. შეტყობინებას ჩემი ძმის ტელეფონით გიგზავნი. აქედან უნდა წავიდე. თუ მოისურვებ, შეგიძლია ერთად წავიდეთ. თუ არ მოისურვებ, უკანასკნელად მინდა გნახო. თუნებას მომცემ. ძალიან მიხარია. შენთან ერთად ყველგან წამოვა. დრო და ადგილი მითხარი. სახლიდან როგორმე გამოვალ. საღამოს 7 საათზე ბენზინ გასამართ სადგურთან დაგელოდები. მოვალ. ნუს ვხედავ, ნედიმე და ილმაზი. კიდევ გველებს ვხედავ, სიბნელიდან იყურებიან. დედა, რა? როგორც ყოველთვის მართალი იყავი, მაგრამ რაღაც სხვა ხდება. ეს როგორ? მართალი ვარ თუ არა? შენი შვილი შენს ზურგს უკან მოქმედებს, მართალი იყავი. მაგრამ ჯინგისთან ერთად. ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემეძლება. მოვიტყუები, მაგრამ ლეილა, ჰალილ იბრაჰიმს და ლეილასაც კი არ გამოუვიდათ. თქვენ რას იზამთ? სტამბოლში როგორ წახვალთ? ცოტა ფული მაქვს.
ალბათ ჯენგიუსაც ექნება აქედან წასასვლელი ფული. როგორმე უნდა წავიდეთ. Yeter ki buradan kurtulayım. ძმა ლევენს დაუძახე. რატომ დედა? გეუბნები ყველაფერს თვითონ მოვაგვარებ. მე გითხარი რომ ვერ შეძლებ. ნუ ამაყენებ გაიქეცი. მიდი. ესე იგი სტამბოლში წახვალ? დიახ, რიзвან ბეი. თუნებას დამთავრთ, რა თქმა უნდა. რა თქმა უნდა. სტამბოლი დიდი ქალაქია. აქ ვიღაცები შენზე ჩაიციკლნენ, ამიტომ უნდა წახვიდე, ოღონდ ჩემი მხრის ხალხთან ურთიერთობა არ გქონდეს. კარგი? ნუ ველავთ, რიзвან ბეი. მამამ უკვე გამაფრთხილა. მამა შენი ამ საქმის ოსტატია. რეშით? გისმენთ, რიзвან ბეი. ჩემს კაბინეტში მაგიდაზე დიდი კონვერტი დევს აიღე და შვილს მიეცი. გადაეცი. გმადლობ, რიзвან ბეი. გმადლობ. რიзвან, ამ სიკეთეს არასდროს დაგივიწყებთ. იმედი მაქვს არც შენს შვილს დაავიწყდება საკინე. ჩემი ძმა უკვე მიხვდა. რა უნდა დაივიწყოს და რა არა. რიзвან ბეი. მეც ასე ვფიქრობ. თვითფრინავით გაფრინდები? არა, სტამბოლამდე მე წავიყვან. ნედიმე ჰანი. ტკივილები ისევ აქვს, ნადიმე. არ მინდა თვითფრინავში იყოს. სწორად იქცევით. ნედიმე ჰანი, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. რომ არა თქვენ, რას ამბობ შვილო? განასხვანაირად შეიძლება. ჩემი შვილებისგან არასდროს გამირჩევი ხართ. გეთილი მგზავრობა, ღმერთი გფარავდეთ. კარგი, წამოდი. დროა. მიდი შვილო. Hayırdır? რა ხდება? მოდი აქ. კარი დახურე. Şimdi bak. მომისმინე. ახლა ფულის სანაცვლოდ თუ რამის გაკეთება შემომთავაზებ, იცი რომ საიდუმლოდ აღარ მოქმედებ. Gizli işler çeviremiyorum. Haber. ხომ იცი? Ortalık karışık. რა ფული? განა შენთან მუშაობა შეიძლება? Niye şey? აბა რატომ დამიძახე? Tamer. თამერმა მთხოვა მოსულა. Gizli bir şey. მითხრა რომ საიდუმლოა, ბიზნეს თუ არ ეხება, რა საიდუმლო საქმეა. ლევენდ, დღეს ერთი ადამიანი უნდა ავიყვანოთ. Havalimanı. აეროპორტიდან? დაჯექი. მოდი. ლევენ, შენ კარგი ბიჭი ხარ. თავს ბევრი რამ გადაგხდა. ვერავინ გაიგო ვერც მამამ, ვერც დედამ. ვერც მე. არაჩვეულებრივ შანსს მოგცევ, მაგრამ მე არ თქვა რომ არაფერი გამოგივიდა. გასაგებია? მე არაფერი თქვა. Öncelikle ძალიან დამინტერესდი. sebebi მაინტერესებს რაზე ლაპარაკობ. konu nedir? Ailemiz. ჩვენს ოჯახზე ძმაო. Ya tamam. გაჩუმდი. Artık ya. ეს დაივიწყეთ. Aklınızdan ზეინები çıkarın. უკვე Zeynep დავივიწყე. ben aklımdan çıkarın. თქვენც დაივიწყეთ. Levent abi ne Zeynep'i ya? ძმაო ლევენთ, რა ზეინეფი? ლეილა. O cingöz. ჯენგის უნდა რომ ამაღამ ჩემი დამოიტაცოს. Yok artık. რა anne. სამბობ, ეს სიმართლეა? შეგიძლია ეს გააკეთო? მითხარი. Teyze. დეიდა. O aile. ძულს ეს ოჯახი. Hele hoş. განსაკუთრებით კი შოთა. Sen შენ მხოლოდ მთხოვე. hepsini ყველას მოვიშორებ. ჯერ ჯენგიუზი მოვიშოროთ. საკინემაც დაკარგოს შვილი. დანარჩენს მერე მივხედოთ. მერე, ასე ჯობია.
გისმენ, ალო, რიзвან. გისმენ ასიე. საღამოს ვახშამზე დაგპატიჟეს. რა ვახშამზე? ჩვენ ხომ მაჭანგლები ვხდებით. ასეთი ტრადიციაა. იმდენი რამ მოხდა შენ ისევ ტრადიციებზე ლაპარაკობასიე? კარგი, მაშინ საქმე სამსახურს ეხებოდა ახლა ოჯახს. რომელ საათზე წავიდეთ? რომელზე სიტყვი ასიე, რომელზე სიტყვი? კარგი. ჩვენ უკვე წავალთ. შენ იქ მოდი. კარგი. ყველაფერს თქვენ გააკეთებთ. მე არაფერს გავაკეთებ. მიჯდები როგორც ყოველთვის. არ დაიგვიანოთ. ბიჭი აიყვანეთ. მიდით. მიდით. ნარგიზ, როგორ ხარ? Rizvan'la sana gelelim dedik. Müsait misin? მე და რიзвანმა თქვენთან მოსვლა გადავწყვეტეთ, გცალიათ? Tamam. კარგი. Fazla öyle bir ბევრი şey yapma. არაფერი მოამზადო. Haydi. მიდი. დროებით. Babanın dedikleri aklına yattı mı yani Zeynep? ანუ თანახმა ხარ იმაზე, რაც მამა შენმა გითხრა ზეინებ. შენი აზრით შერიგება შეიძლება? Kendi doğrusunu söylüyor. ყველა თავის სიმართლეს ყვება, სემა. არ ვიცი რა ვიფიქრო. Ama baban çok მუსაფერი ამბობს, რომ მამა შენი ძალიან შეიცვალა. გულწრფელი იყო. შენ ასე არ ფიქრობ? Yaşamadı ki adam. მამ ბევრი რამ გადაიტანა. ვაჟი დაკარგა. Kızı evini terk etti. ქალიშვილი სახლიდან წავიდა. Baba için kolay. ეს მამისთვის ადვილი არ არის. babam o Asiye'yle bir hafta მამა görüşmese ჩემმა belki değişir. ასე ერთი კვირა მაინც რომ არ ნახოს. ნამდვილად შეიცვლება. Yaşadığı sürece babam სანამ ასიე ცოცხალია, მამა არ შეიცვლება. რეზვანი იმ კატას გავდა შემთხვევით რძეს რომ დაღურის. ხელი ჩამომართვა მომიკითხა. კინაღამ ბოდიშიც მომიხადა. მოგიხდის არა პატიო. რატომ უნდა აპატიოს? ბრაზი მალეულის. მან უბრალოდ მოიკითხა და ამას მაშინვე გული მოულბა. თქვენ ხომ კაფეში წახვედით, ჰალილ იბრაჰიმ. რატომ გაბრაზდით, ვინმე რამე არასწორად თქვა? არა მუზაფერ. ჰალილ იბრაჰიმი დარვიშის გამოაგა ნერვიულებული. რატომ? ყველას თვალწინ ილმაზის მოკვლაში ხელი შეუშალე. ამიტომ ჩემზე ბრაზობს. ბიძი არ მესმის იმ ადამიანმა ხელში იარაღი დაგინახა და გითხრა, რომ გესროლა? იარაღი ილმაზის მოსვლამდე დავცალე. ტყვიები ჯიბეში მედო. ამიტომ არის გაღიზიანებული ჰალილი ფიქრობს, რა შეშლილი უნდა იყო, რომ იარაღი სულულა შუბლზე თვითონ მიიდო. ასე არ არის ძმაო? სიმართლე გითხრა უშიშარი მტერი პირველად მყავს. შეშლილი არანორმალური თუ მანიაკი მნიშვნელობა არ აქვს. უშიშარი ადამიანი სხვებისთვის საშიშია. და ამას შენ ამბობ? ყველა ფრთხილად იყავით, რომელიმე თუ სისუსტეს გამოიჩენს, მოკლავენ. ჰალილ, იმ კაცის დაცვას ავტომატური იარაღი აქვს, თვითონ ნარკოტიკი უპოვეს. პოლიცია ჭხუბის შესაჩერებლად კი არა, ილმაზის წასაყვანად მოვიდა. ციხიდან ასე მალე როგორ გამოვა? ძმაო, კაცი, რომელიც პოლიციას გაურბის ქალაქის მთავარ მოედანზე კაფეში დაჯდება? აშკარაა, რომ ასე არ ექნებოდა. საღამომდე გამოვა. მოგზანდით ბატონო პროკურორო. მადლობ. პროკურორო, მე დავიწყებ. დაიწყეთ. ფეხი ჩამოწიეთ და წესიერად დაჯექი. რას მიზამ? დამიჭერ? ჩვენებას ჩამოგართმევ. კარგი. ჩვენებას მოგცემ.
რასაც მკითხავ ჩემთან არაფერ შუაშია. კიდევ რამე გინდა? ახლა მეთამაშები არა? შენთვის უბრალოდ ვიღაც სოფლელი ვარ. პატარა სოფლის უფროსის სერჟანტი. ეჭვი არ მეპარება უამრავ პოლკოვნიკს და გენერალს იცნობ. მე საერთოდ ვინ ვარ? არა. უფროსო სერჟანტო ოგუს. შენ ძალიან სერიოზული ადამიანი ხარ. ჩრდილოეთ ერახში მსახურობდი. ავღანეთშიც, ლიბიაშიც, სირიაშიც. ვინ იცის კიდევ სად იყავი? თუმცა აშკარაა, რომ ხელი ვიღაც ჩემნაირ ადამიანს შეუშალე და ამ პატარა სოფელშიც ამიტომ მოხვდი. როგორც თქვი, ბევრ ადგილას მიმსახურია, მაგრამ ასეთ პატარა ადგილას 3 ტონა ნარკოტიკი პირველად ვიპოვე. ამდენი იმ ადგილებში, რაც ჩამოთვალე, ერთადაც არ ყოფილა. შენ წარმოიდგინე. ბრავო. გილოცავ. სერიოზული მიღწევა. პროცენტს გაძლევენ, არა? ამას როგორ ეძახიან? პრემია. ანუ შენს ბინძურ ფულზე ზიხარ. ამ თანამდებობებზე პრემიის გამო არავინ მიდის. ჩვენ აქ იმიტომ ვართ, რომ ვნახოთ თქვენაირებს ქეთს, როგორ მოვადრეკინებთ. ხელებზე ბორკილი დაგადოთ და ციხეში გაგიშვათ, აი ეს გვინდა. მართლა ყოჩაღი ხარ. ოდესმე თუ ამ საქმიდან წასვლას გადაწყვეტ, ჩემი კომპანიის უსაფრთხოებას ჩაგაბარებ. დიდ ფულს გადაგიხდი და პრემიასაც კარგს მოგცემ. ლიცენზირებულ ავტომატური არახს გამოიყენებ ჩემი ბიჭებივით. რა სიტყვი? ვგავარ სამსახურის მაძიებელს? არა. უფრო პრობლემების მაძიებელს გავხარ. ამიტომ ახლა რაღაცას გეტყვი და მერე წავალ. ბევრი საქმე მაქვს. მიდი, გისმენ. აქ ჩემი ოჯახის ბევრმა თაობამ იცხოვრა. შენნაირები 1000 შეგხვედრია. ბევრი აქედან წავიდა. ბევრიც უბრალოდ მოკვდა. ჩვენ კი ჯერ ისევ აქ ვართ. ამიტომ როცა აქაურს ბავშვი დატუქსა, ვიცოდე რომ ჯობს საქმე ბოლომდე მიიყვანო. თუ ამას ვერ შეძლებ, შურისძიებისთვის მოემზადე. შურისძიებისთვის. კიდევ ბევრი ჩემნაირი მოვა და ბევრიც მოკვდება. მაგრამ ჩემნაირები სულ იქნებიან. ადრე თუ გვიან კუთხეში მოგიქცევენ. ახლა კი შეგიძლია წახვიდე. თავისუფალი ხარ, ვიდრე ერთხელ პირადად არ მოგაკითხავ. რა სიტყვით, ბატონო? ამ კაცმა სათქმელი არაფერი დაგვიტოვა, ოგუს. ერთადერთი რამ შემიძლია თქვა ადამიანს, რომელიც სახელმწიფოს არ აღიარებს, უნდა უთხრა ძალიან სასიამოვნოა. მან უნდა ნახოს სახელმწიფო რა არის. და ამაზე მე ვიზრუნებ. პირადად მე გავაცნობ. გამოძიება განაგრძეთ, მტკიცებულებები შეაგროვეთ. მე ყველაფრით მხარს დაგიჭერთ, როგორც სიტყვით პროკურორო.
მაგრად ხომ არ გიჭერ? არა, სხვანაირად უფრო მტკივა. ანუ, ტკივილს გრძნო? რა თქმა უნდა, მე ხომ ადამიანი ვარ. ზუსტად არავინ იცის. ისე რამდენი სიცოცხლე დაგრჩა. ჩაიცვი. აი ასე. კარგად ხარ? ჰა, Ne diyorsun მამა ჩემის მოსაზრებაზე რა სიტყვი? გონი მეტისმეტად გადაიღალა, მაგრამ მე არაფერ შუაში ვარ. Kiminle? აბა ვინ არის შუაში მე? არა, ფიქრეთი, Nasıl yani? ეს როგორ? ჯერ არ ვიცი. მამა შენი და შენი ძმა უნდა ვნახო და დაველაპარაკო. Buluşacak? და ამისთვის მზად ხარ? ჩვეულებრივ ვითარებაში არ ვიქნებოდი, მაგრამ ილმაზის ეჭვების გასაჩენად მზად ვიქნები.